აი თუ გინდა რომ ქრისტიანი გერქოს, ქრისტიანობა არ არის მარტო მონათლა. ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი. ქრისტიანი, როდესაც ინათლება, ადამიანი, როდესაც ინათლება და ქრისტიანი უნდა რომ გახდეს, ნათლობისას, აი თუ გახსოვთ, თუ რომელიმე ან დიდი მონათლული ხართ, ან ნათლობას დასწრები ხართ, მღვდელი რამდენიმე გზის ეკითხება მოსანათლს და ნათლიას. განეშორები ეშმაკს, განეშორები. გინახიათ ესე რომ მღვდელი დააყენოს და ეკითხება. მერე შეუდგები ქრისტეს, ანუ პირობას. ეს პირობაა დადებული ღვთის წინაშე. ეხლა მე კაცი რო სიტყვა სიტყვის და მერე იმას არ შეასრულებს, შეიძლება რომ იმას კაცი დაარქვა? კაცი თავისი სიტყვით ფასობს. კაცის სიტყვამ თუ ფასი დაკარგა, ესე იგი ის კაცი კარგავს ფასს, ხო მართალია? ხო და ადამიანი ღვთის წინაშე დევს იგივე პირობას და ეუბნება რომ მე შენ გამოყვებ. განეშორები ცოდვას ყველა საეშმაკო საქმეს და მე შენ გამოყვები. გამოყვები რას ნიშნავს? მე შენ მოგბაძავ. და იმისათვის რომ ადამიანმა ეს პირობა შეასრულოს, უნდა იცოდეს სახარებისეული მცნებები, უნდა იცოდეს ქრისტე როგორ მოიქცეოდა. და თუ ეცდება რომ მიბაძოს, რამდენადაც ეცდება რომ მიბაძოს, იმდენად არის ქრისტიანი. თორე თუ ადამიანი მარტო პირობას დებს და არ ცდილობს შეასრულოს, მაშინ აბა როგორ არის ქრისტიანი? ეს მით მოძალაპარაკ